2024 წლის ბოლოს 13 წლიანი გაუჩერებელი ომისა და 650,000-ზე მეტი ადამიანის მკვლელობის შემდეგ ასათის რეჟიმი დაეცა სირიაში და ეს მოახერხა შეიარაღებულმა გაერთიანებამ, რომელსაც ზურგს თურქეთი უმაგრებდა. თურქეთისთვის ეს დიდი ხნის მიზანი იყო, რომ ასათის რეჟიმი ჩამოეშორებინა სირიასა და თავისი გავლენის სფერო კიდევ უფრო მეტად გაეზარდა. თუ კი ამ ვიდეოს უყურებ, თხოვნაა რომ ჩემი არხი გამოეწერო, ეს ვიდეო მოიწონო და შენი აზრი კომენტარების სახით დამიტოვო. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ვიდეოების სპონსორია შენისანდო ხელოსანი და შენისანდო ავეჯი. 2011 წლიდან დაწყებული შიდა ომების გამო მნიშვნელოვანი ზიანი ადგებოდა თურქეთსაც, რომელსაც დასრულება კიდევ დიდხანს არ ეწერა სირიაში. 3 მილიონზე მეტმა სირიელმა დატოვა საკუთარი ქვეყანა და უპირველესი მათი არჩევანი თურქეთი იყო და თურქეთიდან გარკვეული ნაწილი უკვე ევროპაში მიდიოდა. მიგრანტების მატების გამო თურქულ საზოგადოებაში მნიშვნელოვნად დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და შესაბამისად თურქეთს ეს საკითხი გადასაწყვეტი ჰქონდა. სირიის ტერიტორიაზე შიდა დაპირისპირების ერთ-ერთი ძლიერი და დიდი მხარე გახლდათ ქურთები, რომლებიც თავიანთი დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ და მათ მხარს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია უჭერდა. ქურთების ეს გაერთიანება აქტიურდება თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილზე, სადაც დიდი რაოდენობით ცხოვრობენ და ითხოვენ დამოუკიდებლობას, საკუთარი სახელმწიფოს შექმნას. ასეთ ქაოსში მყოფი სირია და მისი ლიდერი ასადი უფრო მეტად დამოუკიდებელი ხდება ირანსა და რუსეთზე, მარაგდება მათი იარაღით და მათი ფინანსური მხარდაჭერით არსებობას განაგრძობს. რუსეთიც და ირანიც თურქეთის ისტორიული და პოლიტიკური მეტოქეები არიან. თურქეთში წლების განმავლობაში იზრდებოდა ზიზღი და თურმე საიდუმლოდ იწერებოდა გეგმაც თუ როგორ და რა გზით უნდა მომხდარიყო ასადის ჩამოშორება ხელისუფლებისგან. და მასთან ერთად რუსეთისა და ირანის გავლენებით სირიაში საგრძნობლად შემცირდებოდა. 2024 წლის მეორე ნახევარში ამბოხებული სირიელები იწყებენ ასადის განადგურების ოპერაციას, რომელსაც ზურგს უმაგრებს ერდოღანი და სრულად მოულოდნელად უჩნდება რეალური შანსი დაიბრუნოს ის გავლენები ამ ქვეყანასა თუ რეგიონში, რაც დიდი ხანია სრულდება ოსმალეთის იმპერიას ჰქონდა. 13 წლიანი დაპირისპირება, ქაოსი და არეულობა სულ რაღაც რამდენიმე დღეში დასრულდა და ირანი და რუსეთი თურქეთმა ჩაანაცვლა სირიაში. მილიონობით სირიელი ტოლველი თავის სახლსა და ქვეყანას დაუბრუნდება, რაც თურქეთისთვის მორიგი მიღწეული მიზანი და გეოპოლიტიკური წარმატებაა. გარდა ამისა, ქურთებისთვისაც მოიცალა თურქეთმა. 1970-იანი წლებიდან ქურთებმა შეიარაღება დაიწყეს და თავიანთი დამოუკიდებლობისთვის პირდაპირ გაგებით ბრძოლა. სირიაში მებრძოლი ქურთების წარმატების შემთხვევაში ეს შეიარაღებული მასა თურქეთის ტერიტორიაზეც გადმოინაცვლებდა და გარდა უკვე მიყენებული ზიანისა, რაც გამოიხატებოდა ათასობით გარდაცვლილ თურქსა თუ ქურთში, კიდევ უფრო დიდ ზიანს მიიღებდა. სირიაში ქურთებს თავიანთი ბაზებიც ჰქონდათ და კბილებამდე იყვნენ შეიარაღებულნი. თურქეთისთვის ფაქტობრივად ქურთები მთავარ საფრთხეს წარმოადგენდნენ წლების განმავლობაში. და სწორედ სირიაში მომხდარი ამბოხის შემდეგ გაჩნდა რეალური მოლოდინი იმისა, რომ სირიელი ქურთები დაყრდნდნენ იარაღს და ახალ მთავრობას ძალით თუ ნებით დაემორჩილებოდნენ და ეს მართლაც ასე მოხდა. ქურთებმა დაყარეს იარაღი პოლიტიკური უფლების მიღების სანაცვლოდ. ისინი აღარ იქნებიან დევნის ეპიცენტრში და ექნებათ უფლება პოლიტიკა აწარმოონ. შესაბამისად, იარაღის ნაცვლად იღებენ კარგ სამოსს და ისე აგრძელებენ თავიანთ საქმეს, თავიანთ ავტონომიურობის მიღწევას. ამ ნაბიჯით ერდოღანის საკმაოდ შელახული პოპულარობა კვლავ იზრდება და უჩნდება შანსი მეოთხედაც იყაროს კენჭი 2028 წელს. საერთო ჯამში ასადის რეჟიმის დამხობა არ იყო მხოლოდ გეოპოლიტიკური წარმატება თურქეთისთვის, არამედ ებრაელებისთვისაც, რადგან ჰეზბოლას მთავარი არტერია და სამხედრო მომარაგების გზა სწორედ სირიაზე გადიოდა. ირანი სირიას ამ მიზნებისთვის ძალიან ხშირად იყენებდა და ასადთან ძალიან მჭიდრო კავშირები ჰქონდათ. ისრაელმა თავის მხრივ მიწასთან გაასწორა ჰეზბოლა თავისი ყველა ლიდერიანად. ისრაელი თავის მხრივ არ ენდობა სირიის ახალ მთავრობას, რადგან მას ზურგს თურქეთი უმაგრებს და სირიის ახალ ლიდერს ალ-შარას ჯიჰადისტური რადიკალური ისლამისტური წარსული აქვს. ახლა სირიის ახალი პრეზიდენტი ალ-შარა ჯიჰადიზმს ექსტრემიზმად აცხადებს, თუმცა ისრაელი მას მაინც არ ენდობა. თვლის, რომ ალ-შარა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოიპოვოს ლეგიტიმაცია მსოფლიოში და თავი დააღწიოს სანქციებს. ჯიჰადიზმთან ბრძოლის ეგიდითა და მისი შიშით ისრაელს უწევს ყველა მის მეზობელ ქვეყანასთან უფერული ზონის შექმნა სამხედრო გზებით, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის საერთაშორისო სამართლის კანონების დარღვევა უწევს. 2024 წელს ლიბანში დაიკავა 5 სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორია. ასადის ჩამოგდების პირველივე დღეს ისრაელი დაიძრა სირიისკენ უფერული ზონის შესაქმნელად, რათა წინასწარ
გაიზღვიოს თავი ახალი მმართველის შესაძლო აღირებებისგან. თურქეთს ეს ყველაფერი არ მოსწონს და ისრაელს მის მტრად აღიქონს. ისრაელი ბომბავს ყველას და ყველაფერს, რაც მას საფრთხეს უქმნის: სირია, ლიბია, ლიბანი, იემენი, ირანი და მათ შორის აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ყატარი, სადაც ზუსტი დარტყმებით განადგურა ჰამასის ლიდერები რამდენიმე კვირის წინ. ამ ფაქტმა თურქეთი შოკში ჩააგდო და რეალური საფრთხე იგრძნო. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ისრაელმა დაბომბა ქვეყანა, რომელიც აშშ მჭიდრო პარტნიორობაშია. ამ ამბის შემდეგ ისრაელმა ბოდიში მოიხადა, თუმცა ყატარის მშვიდობისა და უსაფრთხოების იმიჯი ერთიორად შეილახა. ყატარი ამავდროულად თურქეთის გამორჩეული პარტნიორია რეგიონში. თუ ყატარის მიმართ ასეთი თამამია ისრაელი, შეიძლება თურქეთსაც დაარტყას, ფიქრობენ ანკარაში. ეს ფიქრი მომდინარეობს იქიდან, რომ ანკარაში ბევრი ჰამასის ლიდერი თუ მომხრეა, რომელთა მიმართაც თურქეთს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს. არ თვლიან მათ ტერორისტებად და ისრაელი თვლის, რომ თურქეთი მათ ფინანსურად და იარაღით ამარაგებს. თურქეთი ხედავს ისრაელის თავგასულობას და შიშობს, რომ მისი ტერიტორიის დაბომბაზე არ იტყვის უარს ერთ დღესაც, თუ გაგრძელდა ჰამასის წევრების მათ ქვეყანაში მასპინძლობა. სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ ისრაელისა და თურქეთის ურთიერთობა მუდამ ასეთი დაძაბული არ ყოფილა. თურქეთი იყო პირველი მუსლიმური ქვეყანა, რომელმაც ცნო ისრაელის დამოუკიდებლობა. 2020 წლებში ღია თანამშრომლობდა თურქეთი ისრაელთან ბევრ საკითხში, მათ შორის ფინანსურ თუ სამხედრო საკითხებში. ისრაელი ეხმარებოდა თურქეთს ქურთებთან ბრძოლაში, მას შესაძაც ქურთები თურქეთს აუჯანყდნენ. ასევე ისრაელმა გაწვნა აზერბაიჯანული ჯარი და შემდეგ ამ ჯარმა შეძლო და ყარაბაღის ტერიტორიები დაებრუნა სომხეთისგან. ისრაელი და თურქეთი ერთ ბანაკში ირიცხებოდნენ წლების განმავლობაში, თუმცა მას შემდეგ რაც თურქეთის პოლიტიკაში რელიგიამ დიდი ადგილი დაიკავა, ერდოღანის დამსახურებით, ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაცივდა და დაიძაბა. ღაზაში წასულ ჰუმანიტარულ დახმარებას ისრაელის ჯარმა განადგურება დაუწყო და მასში მოხვდნენ 10 თურქის სამხედრო პერსონალი და რამდენიმე ათეული ასევე დაშავდა. ამ ამბის შემდეგ ქვეყნებს შორის არსებული ნებისმიერი ურთიერთობა გაწყდა. ისრაელმა მნიშვნელოვანი მოკავშირე დაკარგა, თუმცა სანაცვლოდ გააღრმავა ურთიერთობები კვიპროსთან და საბერძნეთთან. თურქეთის ორი მთავარი მოწინააღმდეგე კვიპროსი და საბერძნეთი ერთიანდება ისრაელთან. მათ შორის ჩუმი და დიპლომატიური დაპირისპირება უმეტესად ეხება ზღვაზე ბატონობას და მასზე ნავთობის მოპოვებას. თლიან სურათს თუ შევხედავთ, თურქეთს ყველგან ისრაელი ხვდება, ზღვაზე, ხმელეთსა თუ ცაში. ისრაელმა სულ ახლახანს კვიპროს გადასცა ისრაელის წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, რითაც მისი თავდაცვის უნარიანობა ერთიორად გაიზარდა. თურქეთი თვლის, რომ პალესტინაში ისრაელის მხრიდან ადგილი ჰქონდა პალესტინელი ხალხის გენოციდს და ცდილობს მსგავსი რიტორიკით მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ ფინანსური კუთხით ზიანი მიაყენოს ისრაელს. 2024 წელს ერდოღანმა შეწყვიტა ყველა სახის ვაჭრობა ისრაელთან და 2025 წელს მის მორიგ მიმართვაში ღმერთს თხოვს ისრაელის სრულად განადგურებას. საპასუხოდ ისრაელის პრემიერ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ახალი ირანია რეგიონში, რომ მას ჯერა ოტომანთა იმპერიის აღდგენის და აღიარა ნეთანიაჰუმ სომეხთა გენოციდი თურქთა მიერ პირველი მსოფლიო ომის დროს. თურქეთი ცდილობს რელიგიური პარტნიორების მომრავლებას, რითაც უფრო ძლიერად დაუპირისპირდება ისრაელს და იქნება ამ ახალი სამყაროს უპირობო ლიდერი. სირიის ხელში ჩაგდებით ის უშუალოდ უახლოვდება ისრაელს და ისრაელი ამას კარგად ხვდება. ცენტრალიზებული სირია მეტად საშიშია ისრაელისთვის, ვიდრე ის დაგსასულ მდგომარეობაში მყოფი. ზუსტად საპირისპირო სურს თურქეთს, რადგან სუსტი სირიის ხელისუფლება ვერ შეძლებს ქურთებთან გამკლავებას და კვლავ თურქეთის მოსაგვარებელი გახდება ეს პრობლემაც. ისრაელი თვლის, რომ თურქეთსა და ქურთებს შორის მშვიდობის დამყარება არ იმსახურება თავიანთ ეროვნულ ინტერესს და მათი მიზანია მათ შორის კვლავის ურთიერთობა იყოს, რაც აქამდე იყო. რადგან მათი შეთანხმების შემთხვევაში სირიაში მყოფი ქურთები დასუსტდებიან, რითაც თურქებს ექნება საშუალება სირიის სამხრეთისკენაც გადმოინაცვლოს მეტი ძალებით. ეს კი ისრაელის არსებობას შეუქმნის მნიშვნელოვან საფრთხეს. ერთი სიტყვით, ქურთების ბრძოლა არის საშუალება, რომ ისრაელსა და თურქებს შორის არსებობდეს ბუფერი. და თუ ეს შესაძლებლობა გაქრება, მაშინ ისრაელი და თურქეთი დიდი ალბათობით პირისპირ აღმოჩნდებიან. სირია ევროპის ბოსნიას გავს, სადაც მუდამ გაურკვევლობა და არეულობა. დღეს თუ საკითხი მოგვარებული ჩანს, შეიძლება ხვალ ისი აირიოს ყველაფერი, გამოსწორების შანსიც კი არ ჩანდეს. ამიტომ, რაც შეეხება სირიას, იქ ბოლომდე ვერაფერს იტყვი. სირიის სამხრეთ ნაწილში ცხოვრობენ დრუზები, რომლებსაც დიდ მხარდაჭერას უცხადებენ ებრაელები. რამდენიმე კვირის წინ ალ-შარას მთავრობამ სცადა მათი დამორჩილება, უსასტიკეს გზით, რასაც ისრაელის მხრიდან სამხედრო პასუხი მოყვა. დრუზები ისრაელშიც ცხოვრობენ, აქვთ მოქალაქეობა და ებრაელ მოსახლეობასთან ასიმილირებულნი არიან.
შესაბამისად, ისრაელი მათ დაცვას უზრუნველყოფს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. ებრაელებს ორი მიზანი გააჩნიათ. დრუზების დახმარებით იქმნიან ბუფერულ ზონას მათსა და ისლამურ საზოგადოებას შორის და მათი გავლით ისრაელი ზრდის თავის გავლენის სფეროს სამხრეთ სირიაში. მეორე ის არის, რომ ისრაელმა იცის, თუ დრუზებმა მოიპოვეს ავტონომია, მაშინ სხვა უმცირესობებიც იმავე სიზამენ, როგორიცაა ალავიტები და ქურთები. ისრაელმაც და თურქეთმაც იციან, რომ აშშ მალე დატოვებს სირიას. შესაბამისად, ნიადაგი უნდა აითვისონ სხვებმა, ან სირიის ძლიერმა ხელისუფლებამ. ამ ეტაპისთვის აშშ მხარს უჭერს თურქეთის იდეას, რომ ჩამოყალიბდეს ძლიერი ცენტრალური სირიული მმართველობა, რაც დიდად არ მოსწონთ ისრაელში. ტრამპი ღიად იწონებს ერდოღანს და სავარაუდოდ სწორედ აქედან მომდინარეობს ისიც, თუ რატომ დაყარეს ქურთებმა იარაღი და სამხედრო გზით დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა შეწყვიტეს. აშშ აღარ აპირებს მათ დახმარებას, ისინი კი სრულად მარტონი რჩებიან სირიისა და თურქეთის პირისპირ. სირიაში არსებული ამერიკული ბაზების გამო თურქეთი ვერ ბედავდა თავამად დასხმოდა თავს ქურთებს. თუმცა ახლა, როცა აშშ ადგილზე აღარ არის, მათ შეიძლებათ ბევრად მარტივად თავის გავლენის სფეროს გაზრდა სირიის ტერიტორიაზეც კი. ამის საპირწონედ კი ისრაელი იტოვებს დრუზებს და სირიის სამხრეთს. მათი ავტონომიურობის მიღწევა ბიძგს მისცემს ქურთებსა და ალავიტებს იგივე გააკეთონ. ალ-შარას ამოცანაა შექმნას ერთიანი ძლიერი სისტემა, რაც აწყობს თურქეთს და მეტნაკლებად ამერიკას, თუმცა არ აწყობს ისრაელს და სხვებს. თურქეთის წარმატება და ოტომანური ჰეგემონიის აღდგენის მცდელობა დიდად არც არაბულ სამყაროს მოსწონს. თავის მხრივ, ისრაელი ეცდება სირიის ყველა გაერთიანების მცდელობა ჩააგდოს და ააჯანყოს ყველა, ვისაც ეს სურს და აქვს სურვილი. ისრაელის ალიანსი საბერძნეთსა და კვიპროსს შორის შესაძლოა უდიდესი მნიშვნელობის აღმოჩნდეს ევროკავშირისთვისაც, რადგან სწორედ ამ ტრაექტორიით შესაძლოა მოხდეს ნავთობის, დენისა და გაზის ევროკავშირის ტერიტორიაზე შეტანა. ეს ალიანსი უკეთავს გზას თურქეთს გავიდეს ხმელთაშუა ზღვაში, რაც კიდევ ერთ დასაპირისპირებელ საგანს წარმოადგენს ამ ქვეყნებს შორის. თავის მხრივ კვიპროსს და საბერძნეთს ძლიერი პარტნიორი ეყოლებათ და ყავთ ისრაელის სახით, თურქეთისა და სხვა მსგავსი სახელმწიფოს პირისპირ. ნახოთ წინ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბები გველოდება. თუ კი ამ ვიდეოს უყურებ, თხოვნაა რომ ჩემი არხი გამოიწერო, ეს ვიდეო მოიწონო და შენი აზრი კომენტარების სახით დამიტოვო. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ვიდეოების სპონსორია შენისანდო ხელოსანი და შენისანდო ავეჯი.